გამარჯობა, მე მარი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი თამაში. საქართველოს და ესპანეთის ნაკრები შეერკინება ერთმანეთს და რა თქმა უნდა ვიგებთ. დღეს სხვადასხვა აქტივობა გვექნება. ესეთი ბანერი გვაქვს, სადაც საქართველოს და ესპანეთის დროშები გვაქვს ცალკე გამოყოფილი და რამდენიმე კითხვა გვექნება ჩვენს მაყურებლებთან, გულშემატკივრებთან. სწორი პასუხის შემთხვევაში თუ კი ქართველი გულშემატკივარი სწორად უპასუხებს კითხვებს, ერთი ქულა საქართველოს მხარეს დაეწერება. ჩვენი პირველი გულშემატკივარიც გამოჩნდა, რომელიც ახლა ჩვენთან შემოვა და გავსინჯავთ, შევამოწმოთ მის ემოციურ მდგრადობას, როგორ არის მზად მატჩისთვის და დაუსვამთ რამდენიმე ბლიც კითხვას. გამარჯობა, თქვენი სახელი? ლუკა. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. კარგი, ლუკა, წრევას გაგიზომო უბრალოდ და ლუკა, შენი წნევა შევამოწმე და საკმაოდ მაღალი გაქვს და ან თამაშზე ნერვი ულობ, ან უკვე ჰიპერტენზიას ატარებ ჩემი აზრით და მაგრამ მეგონი ემოციური მდგრადობა უფრო მაღალი გაქვს და მაგიტოა მაღალი წნევა, ძალიან კარგი. რამდენიმე კითხვას დაგისვამ. დამწრობის შემთხვევაში პირველი ჩვენი ქმედება რა არის პაციენტთან? A. ვასხავთ ნავთს და დუღარეს. B. ბოლომდე ვაცდით შეიწვას. C. ცივი წყლით ვაგრილებთ 10-20 წუთის განმავლობაში და D. ყურადღებას არ ვაქცევთ. პირველი შეკითხვა მარტივი გამოვიდა და C არის პასუხი. C არის სწორი პასუხი, გილოცავ. ერთი ქულა მოიპოვე. მადლობა. გულის სემის ნორმა მოზრდილებში რამდენია? 40-დან 60-მდე, 60-დან 100-მდე, 70-დან 90-მდე და D 80-დან 100-მდე. 60-დან 100-მდე ხომ არა? პირველად გავი 60-დან 100-მდე? 60-დან 100 შეეგრებ ფიქრობ? ესავე სწორი პასუხი გილოცავ. შენ შეგიძლია სამივე სწორად უპასუხე და აი ეს ერთი ქულა აიღო, უკან ფხიცი აქვს, მოაცილო და მიაკრა საქართველოს გასწური. ძალიან კარგი. მადლობა. წარმატებები გისურვებთ, თქვენ ახსოვსურებთ განვითარებას და მოგებას პირველად. და გამოიწერონ ჩვენი. გამოიწერეთ ამ ბატონის არხი. მადლობა, კრეატორის მონაწილეებიც გაიჩითნენ. ვადაგასული წამლები მქონდა წამოღებული და კაკრას ახლა გავასაღებ. აბა ჩვენი პირველი კრეატორის მონაწილე იქნება ზუკა. ბატონო შტაშ დაუკარეთ რაღაც. ამას ახლა წნევას აღარ გაუზომ, ახლა აღარ შევამოწმებ რა, ახლა უფასოდ გამომივა, ყველაფერს გაკეთებ და პირდაპირ კითხვებზე გადავალ. ბატონო ზუკა. ყველაფერს ჯობია ეს ხალხი. კრეატორიდან. თავს როგორ ვწნობთ? ცოტას ნერვი ულობ, აღარ დაგიმაროს სიმართლეობით, იმიტომ რომ წინა ტურში ისეთი შენ საქართველოს თამაში ნერვი ულობ თუ ვიდეოს გადაღებას? საქართველოს თამაში არ ნერვი ულობ, თავარი ვიდეო გამომივიდეს და ქართველები მოიგებენ კაცო, აბა რა სიზავ. სად ხარ თუ არა კითხვებისთვის? ყოველთვის. როგორი მომზადებული მოსულა? აბა. კითხვა ნომერი პირველი. COVID-19 რისგან იყო გამოწვეული? A. მასონებისგან. B. ტყუილი ბაზარი ბრატ. C. წვრილი თვალა გამურასგან და D. კორონავირუსისგან. მაგი ახლა იყო ტყუილი ბაზარი. ტყუილი ბაზარი. როგორც ვიცი, აი არ იყო რა ღამურა და ჩინელები და ისინი. ხო ეგრეა? ხო ეგრეა. მოდი. პირველი არასწორი პასუხი მაშინ მინდა გითხრათ. ჩაწყობილი ყოფილა. როდესაც ყავს პაციენტის სისხლდენი ჭრილობით, რა არის ჩვენი პირველი ქმედება? ადვილია. პირდაპირ ზეწოლა ნაჭერით, A. B. ჭრილობის გაწმენდა, C. სისხლის დაგემოვნება და D. სისხლის დანახვაზე გონების დაკარგვა. მე ყიადა ბოლო ვარიანტი. უცხო სხეულის გადაცდენისას რა ქვია ჩატარებულ მანევრს? ანუ რო აგიხსნა, ხო, გადაგეყლაპა რაღაცა, ვერ კლაპავ, ვერც უკან აგდებ და მანევრს ვაკეთებთ სამედიცინო პერსონალი და რა ქვია ამ მანევრს? A. საკაიფო მანევრი. B. ტრუხა მანევრი. C. ხელი ჩააწექი, ბრატ, გაიტანს. და D. ჰაივლიხის მანევრი. ბოლო. საქართველოს უნდა მოიგო. ბოლოს გილოცა, მაგრამ სამწუხაროდ ორი არასწორი პასუხი გაქვს და ერთი ქულა ესპანეთს უნდა დაუწე. ჩემი ხელით მივაკრა. მარგველი, მოდი მიაკრა. აჰა. მე მემაშავე, თო ეგ არის ჩვენი გექსა. უნდა გავშიტო.
სიო დოკ, თავისუფალი ვარ, ხო? კი, შენ მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო იყო მადლობა პირველ რიგში. შენ, გამოიწერეთ მადლობა შენ. მეგობრებო ომარიკოს არხი და რა ვიცი. ვიცი რომ სახუმარობას მხები გაიცი ყველაზე იცოდი პასუხი, მაგრამ რა ქნა, არ ხარ საქართველოს მხარეს, მეგობარო. ხარ ესპანეთის მხარეს. აბა მომდენო გულშემატკივარი შემოგვიერთდა, რომელიც ახლა გაგვეცნობა, აბა შენი სახელი? ბატო. რამდენით დამთავრდება შენი აზრით? 4-0. 4-0? საღამოს, უკვე გილოცა, გიგებს. პირველი კითხვა. ყველაზე გრძელი ძვალი. A. ჩემი ძმა კაცის. B. შვარცნეგერის. C. ფაჩულიასი და D. ბარძაყის ძვალი. აი ფაჩულია. ფაჩულია? ბარძაყის ძვალია, სწორი პასუხი და მეგობარო, შენ კულა მოუპოვე ესპანეთის ნაკრებს. საქართველოს, ხო? ესპანეთის ნაკრებს. მომძანდით, აბა, გაგვეცანეთ თქვენი სახელი? პირველი შეკითხვა, აბა, რა არის ანაფილაქსია? ანას არ ვიცნობ. A. B. ანა ჩემ ყოფილს ერქვა. C. ანას უყვარს ფილაქსი და D. ძიმე ალერგიული რეაქცია. D. რომელი? D. D. ძიმე ალერგიილოცავ. პირველი სწორი პასუხი. დედა მყავს. დედა ყავს ექიმი? დედა კი არა, ბებო. ბებო ძალიან კარგი. ბებოს მოკითხვა აქედან. შეიძლება ახლა სამიანი დაუწერო საქართველოს. ეხლა კრეატორის მომდენო მონაწილე შემოგვიერთება. ვთხოვოთ ვერიკოს. ვერიკო, მომძანდი აბა. სალამი. როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ხარ, აბა? როგორი განწყობით ხარ, აბა? განწყობით. მაგარი განწყობი. აბა, კითხვა პირველი. საჭიროების გარეშე ანტიბიოტიკის სმა სწორია? A. არა. B. რა შენი საქმეა? C. თუ გემრიელია და D. კი. არა, არა. არა, რა თქმა უნდა, გილოცავ პირველი სწორი პასუხია. რა შენი საქმე სწორი ის არის, საინტერესოა. კი ბატონო, გილოცავ. ანაფილაქსიის პირველი მკურნალობა რა არის? ანაფილაქსია ეს არის მძიმე ალერგიული რეაქცია და პირველს რას ვიყენებთ ამ შემთხვევაში? A. მარაოს დანიავება. B. ფულის მიცემა. C. სამოტივაციო ტექსტი. და D. ადრენალინის ინექცია კუნთში. ლოგიკურად ალბათ იქნება ადრენალინი. გილოცავ და მე მგონია რომ საქართველოსთან მიდის ერთი კულა. კიდურის მოტეხვის დროს. მოტეხილ კიდურს ამოძრავებთ? არა. A. წევთ დანგრატით. B. აჩია სიმძიმეს ისე. შეიძლება კი. B. ვაცეკვებთ შალახოს. საიმე. C. არა, იმობილიზაცია საჭირო და D. მეორესაც ვტეხავთ სიმეტრიის გამო. C. და გილოცავ. შენ არ ვტეხავ. სამი სწორი პასუხი გაქვს და კულა წავიდა საქართველოს ნაკრებთან და შეგიძლია ეს კულა მადლობა. დაუმატო იმედია საქართველოს. მართლაც 4-ისკენ მივალთ ჩვენ და ესპანელები 2-ისკენ გამოვიგებთ. ხო, რამხელა мотиваცია თვითონ ნაკრებისთვის, რომ კრეატორები ვართ ამ თამაშს. აბა, ვიღებთ ამხელა თამაშს. კი, მაგარია ძალიან. ეგარ. გილოცა ვერიკო. მადლობა. მადლობა. მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებები შენ და ყველა ჩვენს. შენც. მადლობა უღრმესი. აბა, ჰე. გამოიწერეთ ვერიკოს არხი. და ამარიცაც აუცილებლად. მომდენო გულშემატკივარი დანიელი შემოგვიერთდება, ჩვენი კრეატორის მონაწილე, ჩვენი კრეატიული კაცი. დანიელ, ხო, აბა. აბა, წარმატებები. მადლობა, შეცდები. გამარჯობა Wild Dog-ის მაყურებლებს. აბა, კითხვა პირველი. აბა, გამოუშვი. სხეულის ყველაზე დიდი ორგანო. A. ფილტვი. B. ჩვენ რო ვიცით. C. ტვინი. D. კანი. კანი. აი, ხოჩა, გილოცავ პირველი სწორი პასუხი. მადლობა, მადლობა. გილოცავს. მადლობა ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელს. მოკითხვა ბიოლოგიის მასწავლებელს აქედან. ყველაზე ძლიერი კუნთი. A. ჩემი ძმა კაცის. B. შვარცნეგერის. C. საღინაშვილის ბიცეპსი და D. საღეჭი კუნთი.
ანუ მინდა სხვა რაღაც ვქամ, არა ვიტყვი საღენჭკუნს. რა თქმა უნდა, არ წავაგებთ. სამეპარებო. არ წავაგებთ. სხვა რაღაცების თქმა მინდა, მაგრამ დავწავოთ. ანტიბიოტიკი მოქმედებს ვირუსებზე? A. კი. B. მაშა. C. აბა. და D. არა. მოდი იყოს მაშა. მაშა თუ არა? ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებს. არა, არ მოქმედებს. აი, ყოჩა, ალადის. არ მოქმედებს. არ მოქმედებს. საქართველოს ნაკრებს და აი შეგიძლია ერთი ქულა დაუმატო საქართველოს დროშას და არ გაბედოთ და არ წააგოთ. ჩემი სცენარიც მაგაზე აწყობილი რომ გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა. დანიელ, ერთი რიგ გარეშე კითხვა გვექნება შენთან. აბა, კითხვის ავტორი არის ჩემი შვილი და კითხვის სათაური იქნება კითხვა დიდ დანიელს, პატარა დანიელისგან. ატრიბუტი მაქვს ამოღებული. აუფ. და კითხვა არის შემდეგი. ეშაიაი. A. აბდულა. B. ტრაქტორა. C. მანქანი. არაფერი, აბდულა დატოვე, აბდულა. მართლა? აბდულა, ეს არის აბდულა. მამა, ეს არის აბდულა. ეშა ლალის, მამა, ეშა? კილოცავ, დანიელი, ყველას მართლა სწორად უპასუხებ, მართლა აბდულა, ვერავინ ვერ უპასუხებს. ასეც ვიცოდი რომ აბდულა. წარმატებები და გამოიწერეთ დანიელის არხი. მეგობრებო, ჩვენი კითხვა-პასუხი დამთავრდა, შედეგიც იდეალურია, 5-2, იმედია რეალური თამაშიც ესეთი ანგარიშით დამთავრდება და ეხლა უკვე ხალხი შესვლას იწყებს, ჩვენც გადავინაცვლებთ სტადიონზე და დანარჩენს უკვე იქიდან გავაგრძელებთ. გადავწყვიტე, რომ კეთილი სამარიტელის როლი ვითამაშო და გავათამაშო 70 ლარიანი ბილეთი და სამ კითხვაზე ვინც მიპასუხებს, სწორად მიიღებს 70 ლარიან ბილეთს. პირველი კითხვა: რამდენი სანტიმეტრია გიორგი მამარდაშვილი? ბიდი. არა, საუზუხაროდ. 18. არა. დენიელი მქვია 13 წლის ვარ და ძალიან მინდა მაგ ბილეთს მოგებ. ძალიან 17. კაი 50,000. 27 წელს. რომელ წელს ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი? 1930 წელს. ილოცავ, პირველი სწორი პასუხი გვაქვს. მეორე, აბა, ვინ იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული? ურუგვაი. რამდენი სანტიმეტრია სიმაღლეში გიორგი მამარდაშვილი? მაგას სავარაუდოები რო იყოს. კაი, სავარაუდოებს გეტყვი. მეტრა 90, მეტრა 95, მეტრა 97 და 2 მეტრა. 97. ილოცავ, ძმაო. ისა მეოთხეც ხო არ ვკითხოთ, ეხა მეოთხეც. მეოთხე ბონუსი და ერთი ბილეთი. არა, გილოცავ, ბილეთი შენია. აბა, გულშემატკივართ საქართველოს ნაკრებს და 5-2-ს ვიგებთ. დღეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ოცნება ხდება. ჩემ შვილთან ერთად გულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს. თავად დანიელიც ნაოცნებარია. 3 წელი ველოდებოდით მე და ჩემი მეუღლე ამ საოცარ ადამიანს. როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება დღევანდელი თამაში, მოვიგებთ თუ წავაგებთ ამ მატჩს. თავარია რომ არ გავჩერდეთ. ჩვენ ვჯერა საქართველოს ნაკრების პოტენციალის, მათ არაერთხელ მოგვანიჭეს გამარჯვებით გამოწვეული ბედნიერება, ქართველ ხალხს ახლიდან შეგვაყვარეს ფეხბურთი. მათ სისხლში აქვთ დაუოკებელი ჟინი, რომელიც აუცილებლად იპოვნის გამოსავალს და ერთ დღესაც ქართველებიც ვიზეიმებთ მსოფლიო ჩემპიონობას.